შენუყურებს მაგაც და დღეს გვექნება DeepAl S07-ის მაგაცური გახი. სპეციალურად მინდოდა რომ გრძელ გზაზე მენახა ეს ავტომობილი როგორ მოიქცეოდა და ამ წუთას მივემართებით ქუთაისისკენ, თბილისიდან. მოკლე ისტორიით მინდა რომ დავიწყო რა არის ზოგადად ბრენდი DeepAl-ი. ნახდი მანქანა განახო. აუ, ერთი რაღაცა უნდა განახო მაგვაქანას, წამო. ვა! ევროპა ამერიკას ისეთი დული აქვს, მაო, ისეთი ტიპები $26,000 რა იმას გთავაზობ. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, ერთ საინტერესო საიტზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც არის Car Vertical-ი. Car Vertical-ი არის ავტომობილის ისტორიის გადამოწმების საიტი, ოღონდ ყველაზე ფართო ბაზა რაც შეიძლება რომ არსებობდეს. Car Vertical-ზე შეგიძლიათ ნახოთ როგორც მანქანის ისტორია, ასევე გამოიყენებოდა თუ არა სხვადასხვა სერვისებში, ტაგში და ასე შემდეგ იყო თუ არა დაზიანებული, დაზიანების მერე როგორ აღდგა, რა ჯდებოდა იმის აღდგენა, ასევე სადმე სადილეროში თუ იდგა იმის სურათები, ასევე გარბენი რა ქონდა, რომელ პერიოდში და ანალიტიკა გარბენის. მოკლედ, ანუ სრული ანალიტიკის ნახვა შეიძლება ავტომობილთან დაკავშირებით, ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ ნამდვილად ღირს. იმისთვის რომ ფაზაკლება მიიღოთ და ბოლომდე ძვირი არ გადავიხადოთ, არსებობს პრომოკოდი ძმაკაცი, რომელსაც გამოიყენებთ რეპორტის შეძენისას Car Vertical-ზე და დააკლდება 20%. მოკლედ, თუ ავტომობილის ისტორიის გადამოწმება გჭირდება და გინდა ნამდვილად სრულფასოვანი ინფორმაცია, Car Vertical-ი თქვენთვის არის. მოკლედ, DeepAl S07 არის ავტომობილი, რომელშიც ეხლა ჩვენ ვზივართ. S07, ნუ იდეაში ალბათ უფრო ერთი იგივე ვიდრე სხვადასხვა ავტომობილი, მაგრამ S07 ეს კონკრეტული. ეს არის ავტომობილი, რომელშიც ახლა ჩვენ ვზივართ და ამ წუთას მივემართებით ქუთაისისკენ, თბილისიდან. სპეციალურად მინდოდა რომ გრძელ გზაზე მენახა ეს ავტომობილი როგორ მოიქცეოდა, ანუ რამდენიმე დღეა თბილისში დავდივარ და წამოვედით ქუთაისში, ბარემ ზეთი ქონდა ერთ ჩვენ პარტნიორ კომპანიაში სასაღები და გაგზავნის მაგერ გადავზვედით რომ ჩვენ წამოვიდეთ. რაღაცები ნახვა თვიზე ადამიანებს შევხვდით და ასევე ზეთიც მინდოდა რომ წავამოვიდოთ. პლუს ამ ყველაფერთან ერთად ავტომობილი ასე თუ ისე გზაზე გამეტესდა როგორ იქცევა, იმიტომ რომ ქალაქის პირობებში რამდენიმე დღეა დავდივარ და ქალაქის პირობებში ვიცი როგორ იქცევა. სამარგული გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში სავსე და ალბათ კადრებში ნახავდით როგორ ამოვუტერეთ. სხვათა შორის საკმაოდ კაი ზომის სამარგული აღმოაჩნდა, იმიტომ რომ ყურებიდან გადმოუყარეთ ზეთი ცოტას და რომ მიგვეწოლა წამოვიდო და კიდევაც, მაგრამ გადავრჩით შეივსო და მოგვექცევ შვიდად. ესე იგი, ქუთაისში მიმავაზე ცოტა ეკონომია ხო უნდა გავაკეთოთ, მოიცე, შიგნით უნდა გააღო, ჩაპარკინგებულზე. მე მგონი კროპკა არ აქვს და მენიუდან არის გასაღები. ეგ არის. ნამდვილად მენიუდან აქვს ბაკის გასაღები და სხვათა შორის ძალიან მარტივად ვიპოვე, მეგონა რომ ბევრად დიდი პრობლემა იქნებოდა. მოკლედ, თვით ჩასხმაზე მოვედით, ბარემ ბარად ვიყიდი და განახლება გვჭირდება აპლიკაციის. მოდი ახან ახლა გზაზე მივდივართ 20 ლიტრა ჩავასხათ რა დავარატნა რომ აი თამამადუიაროთ რა სად არის 20 ლიტრი რა მაგრამ ასოეს 20 ლიტრით რა ქუთაისში მიდიხარ უკან მოდიხარ და თან მანქანაში ვზიხარ მაგ ყველაფერთან ერთად შაბათს კიდე 15 ლიტრი აფიამოდეს. პრია და 20 შაბათი. წარმოგიდგენთ ჯამში რა ხეა სხვაობას გაძლევს რა. მაქს რო ავსებ, ერთი 30 თეთრამდე გაძლევს ჯამში. ისედაც 15 ლიტრი სადღაც ყოიაფია ჩვეულებრივთან შედარებით. კიდე ბარათით რო ყიდო, ხო ფაზაკლება გაქვს და კიდე ფახოდ 20 შაბათს და კვირას ვიტოქში. 4 შაბათს დავაყიდე მაგის გასავსებად კვირავდა გეყოფა რა. მე კვირას გავასებ 4 შაბათამდე გეყოფა და ესე ვლი ბედიო. აი ვაფშე ნოლს აი საერთოდ ნოლზე გვაჩვენებდა საწავს. და ელემენტს გვაჩვენებდა 23%-ზე წეღან რო გადმოვედი ავტომობილიდან. ეხლა ნახოთ რამდენი დაგიწევს. ბოლო წვეთამდე. დაფერთხე. ეს დაფერთხა რეალურად იგითოა, საჭირო რომ მანქანას არ გადაავლო თორე. ზათ ეხლა 1 წუთი არ უნდა იწურო ავტომობილი. თუმცა 1 წუთი შეიძლება. ესე იგი დაწერა 355 წერა 358 წერა, ეხლა 355 კილომეტრი წერია. ნახოთ რეალურად რამდენს გავიგე. მოდი
დავიწყოთ ანუ ესე მოკლე ისტორიით მინდა რომ დავიწყო რა არის ზოგადად ბრენდი დიპალი იმიტომ რომ ჩემთვისაც აი ჩინური ავტომობილი რომ ესმის არის სულხოიჩაი რა ყველა ერთი ჩორტია ანუ ჩინური ავტომობილი ჩემთვის არის ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეგრე და ასე თუ ისე აღარც არის მაგრამ იყო ეგრე რომ ჩინური ავტომობილის რო ვიგებდი ჩინური ავტომობილი არის ჩინური ავტომობილი და ყველა ერთი და იგივეა რა ანუ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს რომელიც ჩინური ავტომობილი იქნება მე დავამოყავე თურმე ჩვენ აქ ჩვენთვის რო ცხოვრობთ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში ამასობაში იქ ჩინელები ცხოვრობენ კიდე ცალკე თავის ქვეყანაში რომელიც დაახლოებით მილიარდ ნახევარი არიან და საკუთარი ეკოსისტემა აქვს თავიდან ბოლომდე მოწყობილი მათ შორის საკუთარი ავტოინდუსტრია რომელთანაც ჩვენ არანაირი შეხება არ გქონია ბოლო პერიოდამდე ბოლო პერიოდში ასე თუ ისე რაღაცა შეხება დავიწყეთ ჩინურ ავტოინდუსტრიასთან და ნელ-ნელა გარკვევა ამის გამო რომ შეხება არ გქონია მეც არ დავინტერესებული ვარ არაფრით აბსოლუტურად არ იქით რა ხდებოდა ავტომობილის მხრივ იმიტომ რომ არც ესე მასიურად არ შემოდიოდა მასიურად არ იყო ზოგადად გაყიდვაში ნუ ეხლა ძველი BYD-ები გვაქვს მარტო რამდენიმე ნანახი ალბათ თბილისში ერთი 10 წლის წინ რამდენიმე BYD-ს თუ შეხვდებოდი მეტი ისეთ ჩინურ ავტომობილს ვერ ნახავდი შესაბამისად არც ინტერესის სფერო არ იყო და ეხლა რომ მოგვიწია ამ ყველაფერში გარკვევა აღმოაჩინე რომ იმდენი ბრენდი არსებობს ჩინური ავტოწარმოების რომ აი მაგდენ ბრენდში კარგი რომელია ცუდი რომელია რომელი მართლა ბრენდია და რომელი ფარდაფში იწყობა მაგის გარკვევას ცალკე შრომა გაჭირდა მაგრამ ჩემი აზრით რაღაც დონეზე მაინც გავერკვი ანუ რაღაც დონეზე მაინც მივხვდი როგორ რა სტრუქტურით მუშაობს ზოგადად მთლიანი ჩინური ავტოინდუსტრია და განსაკუთრებით რომელი ბრენდების ზოგადად ყურადღების მიქცევა შეიძლება და რომელ ბრენდს არც უნდა მიაქციო რა მაგალითად ერთ-ერთი დიდი ბრენდი არის ჩერი რომელიც დარჩება ჩერი მთელი ცხოვრება და არაფერი იმას არ ეშველება რა აზრი არ აქვს ასევე ერთ-ერთი საინტერესო ჩინური ბრენდი არის ჯილი რომელიც საკმაოდ ისე განვითარდა კარგად განვითარდა და ბევრი ბრენდი შეიძინა მათ შორის Volvo მათ შორის აზერბაიჯანის Polestars Zeekrs Lynk&Co-s და კიდე რამდენიმე პატარა კორპორაციის მფლობელია პატარა კორპორაცია რა უცნაურად ძლიერს მაგრამ ჩინელებისთვის ეგრეა ეგ ამბავი ასევე არის ჩანგანი და ჩანგანიც ერთ-ერთი ესეთი კარგ ჩინურ ბრენდებში გადის რა გერად უცნაურად და წავიდა ჟღერდეს ეს ფრაზა ჩანგანი კარგ ბრენდებში გადის ანუ ჩანგანი ქვია მაგრამ ნუ რა ვქრათ ქვია ჩანგანი და არის ჩანგანი რა ესეთი ბრენდიც არსებობს ჩანგანი რომელსაც ასევე ჩემდა გასაოცრად თურმე ისტორია აქვს საკუთარი ავტოწარმოების ან არც ისე პატარა და ჩანგანის შვილობილი ბრენდი არის დიპალი. ანუ ჩანგანი იფრთხილ ბრენდია როგორც შვილობილი ბრენდი ყავს, რომელიც ჩემდა გასაოცრად საკმაოდ კარგი რამე გამოდგა რა. და ახლა მოდი ნელა მოყვები რა აქვს ავტომობილის დადებითი, რა აქვს უარყოფითი და იქიდან ერთად შევაჯამოთ ანუ ზოგადად ამ ავტომობილის ყიდვა, ან შეძენა, ან ასე შემდეგ რამდენად ღირს ან არ არის. მე ხა სამწუხაროდ ქუთაისში მივდივარ, სხვა რაღაცას ვიღებ. და ეს რა ქვია? შენ რა ვიგულავ, ზეთი ვიმა ქუთაისში, მოშ და მანქანას ვიღებ თან. დამონახე რა მანქანა. ნაღდი მანქანა განახო. აუ, ერთი წაი, წამო, ერთი რაღაცა უნდა განახო მაგ მანქანას. წამო. მაგე მაინტერესებს რას იზავ რა. ეს მანქანა. მოდი. ესლა. არ არის ტესლა, ბიჭო. ნიტო Lexus NX-ია, ნიტო Urus-ია ვერ გაიგებ რა არის რა. რეალურად არის Deepal S07. ძალიან დამევასა, მაგრამ მაგის, ანუ დამევასა თუ არ დამევასა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა. შუშა ჩამოწიე. რატო არ იწევა ძმა? ხო? ხო, თავიდან საით მოკაჩე. ხო, უდიასნია. ხო, იასნა. კარგი, მარტო აუდიშიკები ხვდებიან მაგას რა. ზეჩი, ანუ, სულ ორმა კაცმა თქვა რომ სწორედ აქვს შუშებიო. შუშა ჩამოწიო რომ მითხარი უნდა მივხვდარიყავ ეგრე რომ პირიქით მიწოვდი პირველივე ჯერზე. მარა შემეშალა. მარა შეგეშა. ბიჭო, ანუ ნახე მეც რომ დავჯექი ეგრევე აქეთ ვქაჩავ რა, რომ უნდა ჩამოვიდეს ეს დედაძაღლი. არა, ჩემი ფეხი. ძალიან კაი სიმპათичный ტიპია. ძალიან ცუმი დარბილია ისეთი ხო? ხმა გარედან ვაფშე არ გსარგის მის. რბილი, აი, როგორ რბილი იცი? ანუ თვითონ მანქანა რბილი არ არის, მაგრამ ჩუმია ჩარტყმისას. ანუ ურტყავ, ოღონდ სკამირბილი აქ და ვეგზროფ ეგრე ჩავარტყი და თან ისიც არ გადა და ხმაც არ გადმოაქვს რა მაგ ჩარტყმის. და მაგის გამო შეგრძნებას გიტოვებს რომ რაღაცა პრემიუმ მანქანა დიხარ. ამ დროს ტუპოი სამკუთხედი გიტარა უღენია წინ. არაფერი განსაკუთრებული. იმის ესერ ავტოს ყავს ესენი გასაყიდად რა. $26900 ღირს. 5 წელი გარანტია აქვს.
და 150.000 კილომეტრი. და თან ის არის 4 ნახევარს. F15-18-15-ია რა და. 4 ნახევარს. არა, F15, ნახე F15 ჯობია რა თქმა უნდა, როგორც F15 რო ავიღოთ ეხლა ეს ორი მანქანა ერთმანეთს არ უნდა შეადარო. Просто ამ შემთხვევაში ახალ მანქანას ყიდულობა 4 ლიტრ ნახევარს გიწევს და დადის, აი როგორ დადის, იცი, დაახლოებით N63 F15-ვით დადის რა. ჩაჭერაზე, მაღალში ვეღარ მიდის. ნახე ეს მინიმალიზმი მე ზოგადად არ მომწონს, როცა პრიბორკა არა აქვს მანქანას, აი ამას ვერ ვიტანა ეს რო არა. არა, ისეთი ჰედაპი აქვს, რომ აი ხო, არა პრიბორკა ვაფშე არ გჭირდება, დაჯი ერთსას, აბა. დაჯი ჩართულიაც ეს პრიბორკა, ეს ჰედაპი. აი ძალიან კაი ტიპია, ძალიან რა. ვაფშე რო არ ველოდი ისეთია. ევროპა ამერიკას ისეთი ული აქვს მაო, ისეთი ტიპები $26,000 რო აი მას გთავაზობ. ჯონი! მოდი გამიკეთე ერთი რა თუ ზვახა რა ბატორიმა გასაკეთებელი რა. What the fuck? ხო, შეცელებში აქედან ასხავ, ისევ ექსპერტი გინდა? წამოძმო, ეხა ქუთაისში ჩაგიყვარ შეძმობას სწორ თუ არ იყიდო. ოღონდ მართლა. ვინარნარებ მშვიდად. აქვე რა თქმა უნდა იმასაც ვიტყვი რომ ვიღაცები ხე დაიწყებენ რომ აუ ზვაო აი ჩინურების გადაღება რომ დაიწყე შეიძლება ისე დააბრუნდი შენ BMW-ს ბრატ და რაღაც ანუ ახლა ერთი რამე მინდა აღსრა რა არსებობს სულიანი ავტომობილები და არსებობს უსულო ავტომობილები ჩემთვის ჯერჯერობით ყველა ჩინური არის უსულო ავტომობილი მიუხედავად 1500 წლიანი Huawei-ების და რაღაცების მიუხედავად ყველაფრისა მაინც არსებობს ავტომობილი რომელსაც აქვს ღირებულება ახლა ღირებულება თანხმობრივ ღირებულებას არ გულისხმობ როგორც ავტომობილის ღირებულება და არსებობს გადაადგილების საშუალებები მათ შორის ყველა ჩინური ავტომობილი ჩემთვის არის გადაადგილების საშუალება თუმცა მე როგორც ავტომოყვარული მაინტერესებს სულიანი ავტომობილებიც და მიყვარს სულიანი ავტომობილებიც ასევე მაინტერესებს გადაადგილების საშუალებებიც რომლებიც შეიძლება ჩემთვის არ იყოს საინტერესო თუმცა უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყოს ჩემი აზრით და მნიშვნელოვანი იყოს რეალობას რომელიც ამ ავტომობილის შესახებ შეიძლება მივაწოდო ამიტომ ჩინურს გადავიღებ ფრანგულს თუ ფრანგული არა რა ამიტომ ჩინურს გადავიღებ თუ ფრანგულს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ანუ თავარია რომ მოვიტანო ის ინფორმაცია რაც მინდა რომ მოვიტანო და რეალურად დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც რაღაც არჩევანის გაკეთებაში დახმარება ჭირდება ყოველ შემთხვევაში გადავარჩინო მაინც იქ სადაც გადასარჩენია და იქ სადაც როცა რეალურად ხედავ რომ რაღაცა პრობლემა არსებობს, პირდაპირ ვუწყებ რაღაც პრობლემა არსებობს და მოდი აქ თავი შეიკავე. ეს კარგია, ეს ცუდია. და საბედნიეროდ ძალიან ბევრ ჩემ რჩევას იღერებს ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან კარგად გზნობენ თავს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე. მე უამრავ მადლობას ვინებ რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ და თვითონაც ძალიან ბევრ თუნდაც დროს და თანხას ზოგავენ ძალიან ბევრ შემთხვევაში. ამიტომ მოდი თავი დაანებოთ ჩემ ჩინურ ავტომობილებს. ჩინური ავტოპრომი უეჭველი ვიცი რომ წაგულეკავს. აი უეჭველი ვიცი რა. ეხლა ეს შეიძლება ვიღაცა დადგეთ და იფიქროთ რა. აი რა ჩინური ბრატ და რაღაცა და 10 წელში მაგას ვეღარ იტყვით. 10 წელში ეგ განსხვავება აღარ გვექნება ჩინური იქნება, ჩინურია, გერმანული თუ ამერიკული. 10 წელში ეგ აღარ გვექნება. 10 წელში დავდგებით და აი დიპალი ჯობია თუ Volkswagen-ი მაგალითად, ან დიპალი ჯობია თუ Mitsubishi, ან დიპალი ჯობია თუ Dodge. მსგავსი გარჩევა გვექნება და არა ის რომ ერთი ჩინურია და პირდაპირ არ ვარგა და მეორე არ არის ჩინური და უეჭველი კარგია. ანუ ეგ შედარება დღეს რაც ხდება, ეგ აღარ იქნება. თან ფინანსარ მეტყველდა და ვანგა არა ვარ. მართლა ეგრე იქნება და აგერ უყურეთ თქვენ სიტუაციას. და მაგ ყველაფერს იწვევს ჩინური ავტოპრომის განვითარება და გაძლიერება და ჩინური ავტოპრომი თავისთავად ვითარდება ჩინური ავტოპრომში ჩაისხა სახელმწიფოსგან უზარმაზარი რაოდენობის თანხები, უზარმაზარი რაოდენობის თანხა ჩაასხეს ჩინურ ავტომწარმოებლებში. ამ ავტომწარმოებლებმა ეს ჩასხული თანხა წაიღეს და გადაუხადეს გამოსtildeულ ევროპელ და არაევროპელ, ამერიკელ და აზიელ ცოდნე ადამიანებს და იქიდან დებენ იმ შედეგს, რაც შედეგსაც დებენ. იქიდან დაიწყეს აი უხეშად რომ გადახედოთ ჩინურ ავტოპრომს რა 2020 წლიდან დაიწყო დაკოქვა და 2022 წლიდან დაიწყეს მასობრივად კარგი ავტომობილების წარმოება. აი მასობრივად შეცვალეს ძალიან ბევრი რაღაც. და ჯერ კიდევ რა თქმა უნდა სრულიად და კიდევ ბევრი აქვს შესაძლებელი მაგაზე ორი აზრი არ არის, თუმცა ჩინური ავტოპრომი წაგვლეკავს ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ და არ აღწდება და ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და მაინტერესებს კიდეც. შესაბამისად ჩემი ჩინელებთან დამოკიდებულება მინდოდა რომ ყველას ცოდნოდა რომ სწორად გაიგოთ ხოლმე რატომ ვსაუბრობ და რას ვსაუბრობ რა ანუ ის თემა არ არის რომ მე ზოგადად ვიღაც ცენტრმა მანქანა გავამატა და აუცილებლად კარგი უნდა ვილაპარაკო არა ანუ მაგ პირობით არასდროს არავის მანქანა არ წამომიყვანია და თუ რამე ავტომობილი მომყავს ჩემს რეალურ აზრს ვამბობ ავტომობილთან დაკავშირებით კიდე კარგი იყოს კიდე ცუდი იყოს ანუ რაც არის ის არის მოდი ახლა სანამ ჯერ დანარჩენი რაღაცების განხილვაზე გადავალთ ნახოთ სავალ ნაწილში რა ხდება და სავალ
სავალ ნაწილში საკმაოდ საინტერესო რაღაცები ვნახე, თუმცა არაფერი განსაკუთრებული და არაფერი ესეთი know-how არ აღმოჩენია, მაგრამ მოდი შევხედოთ სავალ ნაწილს და დავუბრუნდეთ მერე დანარჩენს. აქ თალახებში გვივლია. ესე იგი, როგორც გვახსოვს ხეროს ვიდეოდან ეს ავტომობილი იყო უკანა წამყვანი. აქ რასაც ხედავთ, ბატარეებია, საწვავი თავზეა, 45 ლიტრის საწვავი ჩადის ამ ავტომობილში და მე გადმოდივართ უკან სავალ ნაწილზე, რომელიც არის ელექტროძრავით. ანუ სრულად ელექტროა, წინიდან არც კარდანი არაფერი არ მოდის. დაკიდების სისტემა მრავალბერკეტიანია. ზამბარას რაც შეეხება, ზამბარაზეა ჩვეულებრივი ყუმბარები უყენია. აქვე აქვს ტრანსმისიული გადაცემაც, მთლიანი ელექტროძრავის. მხოლოდ ამ ელექტროძრავის დამსახურებით გადაადგილდება და მეტი არაფერი გადაადგილების საშუალება არ გააჩნია რა. ანუ უკანა წამყვანია, წინ არც ხიდია, არაფერი ხა შემოვატრიალებ და წინდან შევხედოთ რა არის და როგორ გამოიყურება. ისე აწყობილი რა, ანუ ჩაულებრივ როგორც კომფორტული მანქანამდე იყო აწყობილი. მრავალძელიანი დაკიდების სისტემით, წეროსთან არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ელექტრომოხრუჭიც ჩაულებრივ როგორც ყველა თანამედროვე უმეტესობა ავტომობილს აქვს. ელექტრომოხრუჭიც სუპორტებიდან მუშაობს. მოკლედ, არაფერი ისეთი არ ხდება. უკან რომ რაიმე განსაკუთრებული ვთქვათ, ჩვეულებრივ არის აწყობილი როგორც ყველა ელექტრომანქანის, ანუ ყველა თანამედროვე ელექტრომანქანის უკანა სავალი ნაწილი იქნებოდა. თუმცა ეს სრულად ელექტრო არ არის. ამ ელემენტებთან ერთად უყენია საწვავის ავზიც და ძრავიც, რომელიც რეალურად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომელიც გადაეცემა მე უკვე ელემენტებს და ელემენტები დადის უკვე ავტომობილი. ანუ ძრავს პირდაპირ გადაცემა საერთოდ არანაირი არ გააჩნია თვითონ ხიდთან. ერთ სიჩქარიანია, არც გადაცემა და კოლოფი არ გააჩნია, ანუ ერთ წოდებული ვარიატორულ გადაცემას ეძახიან რატოღაც ამ გადაცემას, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი ელექტროძრავია. ანუ ვარიატორი სად არის, არ ვიცი, არ დამიშლია, თუ დავშლი, ოდესმე გეტყვით ვარიატორი აქვს თუ არა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიარულში ძალიან მომწონს და რაც ძალიან მომწონს, მაგას ერთად ნახში ვნახე. აი, წავედით მოატრიალეთ ავტომობილი, წინ და შევხედოთ სავალ ნაწილი როგორ არის აწყობილი, თავი საკაიფოა და გავაგზავნეთ. წინიდან შევხედოთ წინ ქვევით რა ხდება. თავარია თაყვ არ დავილეცო და ამ იამაში ერთ ჩავიდე, არ ჩავსრიალდე. ესე იგი, წინა სავალ ნაწილს რაც შეეხება. აქ გვაქვს გენერატორი, უბრალოდ ძრავი, რომელიც გენერატორის ფუნქციას ასრულებს. უბრალოდ ძრავი, რომელიც მოდი ესე ვთქვათ, ბენზინის ძრავი გვაქვს და ელექტროგენერატორი გვაქვს, რომელიც რეალურად აი ამ ბატარეას ტენის, რომელიც აქ არის შიგნით მოთავსებული. აქვე ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. სავალ ნაწილს რაც შეეხება, მაკფერსონია წინ, ერთ რიჩაკზე ჩამოკიდებული, როგორც ძალიან ბევრ ავტომობილზე ჩვენს არც თუ ისე შორეულ წარსულში, ანუ ნახეთ, მარტივად არის აწყობილი რა, ანუ რაღაცეები ისეა გაკეთებული, რომ ექსპლუატაციაშიც მარტივი უნდა იყოს და ზვირი არ უნდა გიძდეს საერთო ჯერში. ეს არ არის რაღაც პრემიუმობაზე გათვლილი, არ არის გათვლილი იმაზე, რომ სუპერ რბილი სვლა კონდეს. თუმცა მიუხედავად მაგ ყველაფრისა, რომ ესეთ გიტარაზე დგას, ანუ ერთ გიტარაზე დგას პირდაპირ ტრავერსზე დამაგრებულია ორი წერტილი და ერთი წერტილი თუ უმაგდება სტოპისაზე და ამ შემთხვევაში როცა მანქანა ესეთ გიტარაზე დგას ხოლმე, ამორტიზატორი არის უკვე ზედა დახრის კუთხის განმაპირობებელი და ამორტიზატორი პირდაპირ ჩაშხაზე აყენია, ზევით ამას გიტარა აღარ ექნება არც ერთ შემთხვევაში. ნამდვილად არ აქვს ზევთანაირი გიტარა, წეროდან კონტროლდება დახრის კუთხე, ანუ სიარულის დინამიკა და კომფორტის მხრივ უფრო მიდრეკილია ისეთი ავტომობილებისკენ, ან როგორც არის მაგალითად აი რომელ ავტომობილს შევადარო, რომელიც აი მაგალითად RAV4 წესით დაახლოებით იგივე სტილის Hyundai-ები და ასე შემდეგ. ანუ ჩვეულებრივი სამოხმარებლო ავტომობილები, არა პრემიუმზე და არა კომფორტზე გათვლილები, როგორც არის აწყობილი წინ, ისე აწყობილი. ერთის მხრივ კარგია, რომ ძალიან მარტივი იქნება სასერვისოთ, ანუ დასერვისების კუთხით არაფერი არ უყენია, განსაკუთრებით ერთი ტულკა აკუზის, მეორე ტულკა აკუზის და შარავი აქვს, შარავით там ბოლტებიდან იხსნება, რაც ასევე დიდი პლუსია, რომ როცა შარავი გაგიფუჭდება, გიტარის შეცვლა არ გიწევს და პირდაპირ ბოლტებიდან მოსწრი ახალ შარავის დააყენებ. ზედა მხარესაც არანაირი ტულკა აღარ აქვს, იმიტომ რომ ჩაშკა და ამორტიზატორია, თავის ზამბარიანად, სერჟინი უყენია ჩვეულებრივი, მეტი არაფერი არ ხდება აქ აბსოლუტურად, რაც ძალიან მომწონს ერთის მხრივ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ექსპლუატაციაში, კეთებაშიც და იაფია ძალიან ამის სავალ ნაწილის კეთება, თუმცა დინამიკა ისეთი ვარზუს ვერ ექნება, როგორც პრემიუმ ავტომობილს უნდა კონდეს, მაგრამ მიუხედავად მაგ ყველაფრისა, მოდი რაღაც სადღაც გავვლით და ვნახოთ რეალურად ავტომობილი როგორ იქცევა, ანუ როგორი დინამიკა აქვს და რამდენად შეძლეს ის, რომ აი ამ სავალ ნაწილიდან ავტომობილი კომფორტული სატარებელი ყოფილიყო. აღმოჩნდება ძალიან მალე. წავედით.
სანამ ვიდეოს გავაგზავნებთ, აგვიგებთ, რომ ჩვენი არხის პარტნიორია პრემიუმ ლიზინგი, რომელიც გთავაზობს როგორც ლიზინგით ავტომობილის შეძენას, ასევე უკვე ლიზინგით ავტომობილის თანხის მიღებას. დაფინანსება აქვს 1000-დან 100,000 ლარამდე, 0%-იანი გაცემის საკომისიო, დანარჩენი ყველა დეტალის სანახავად შეგიძლიათ გადაყვიდეთ პრემიუმ ლიზინგის ვებგვერდზე, რომელიც აქ არის ახლა აღწერაში მითითებული, ასევე ტელეფონის ნომერი, რომელიც ვიდეოს აღწერაშია და თავად მიიღოთ გადაწყვეტილება რამის ყიდვა ან არ ყიდვა, ის თუ არა ზოგადად ლიზინგით, მაგრამ ხანდახან ლიზინგით საჭირო. ესე იგი, რადგან დავათვალიერეთ სავალი ნაწილი, მოდი ახლა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ დიპალს. ესე იგი, პირველ რიგში მინდა რომ ექსტერიერზე ვისაუბროთ. მე არ მიყვარს ხოლმე ზოგადად დიდად ექსტერიერის გაახილა და აქ ეს კანტი აქ და აქ ეს ადის და ჩავოდის, თუმცა ამ შემთხვევაში ერთ სიტყვას მაინც ვეთქვი. ერთ სიტყვას ვამბობ, იმიტომ რომ ჩინური ავტომობილისთვის ზედმეტად ლამაზად გამოიყურება ჩემი აზრით ეს ავტომობილი. ეს სადაც Lexus NX-სა და Lamborghini Urus შორის არის გაკვეხებული და ეთყობა რომ დიზაინზე ნამუშევარია რა. ანუ ვიღაცა ბავშვმა არ დახატა და Cybertruck-ი არ გამოუშვა. ანუ გარედან ეთყობა რომ მანქანას გავს და თან ისეთი ნაშრომია და ნაზრონია მაგაზე რომ მანქანას გავდე. თან ეს ავტომობილი არ გადის პრემიუმ კლასში, ეს ავტომობილი გადის ჩვეულებრივ სამოხმარებლო Sport Activity Vehicle-ია, რომელიც უკანა წაღვანია ეს კონკრეტული და საქართველოში რამდენადაც ვიცი SR ავტოს რაც ყავს შემოყვანილი ყველა უკანა წაღვანია, თუმცა რამდენადაც მე ინფორმაცია მოვიძიე, არსებობს 4-4 ვერსიებიც, მაგრამ ჩვენ უკანა წაყვანს ერთი უზარმაზარი პლუსი და ეხლა მოგიყვებით რა პლუსი. ვიზუალს რო თავი დავანებოთ და ვიზუალურად რაც შევხედეთ, ვნახეთ და საკმაოდ ესეთი სიმართლე გამოიყურებოდა. გავეშვათ, თქვენთვის მომინდია ვიზუალის შეფასება, რამდენად მოგცათ არა არ მოგცათ, ეგ არის ცალსახად ინდივიდუალური და ადამიანის შესაძლებელი. მე ეს ვიზუალი მომწონს. ვისაც არ მოგცათ, შეგიძლიათ თქვენ გადაწყვეტოთ რომელი მოგეწონებათ, არანაირი პრობლემა არ არის. სულო და გულო. თუ გინდათ Cybertruck-ი მოგეწონათ, მე არანაირი პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება უკანა წაყვანობას და მაგრამ რადგან უკანა წაყვანობაზე მივედით, აქ უნდა ავსწრო, რომ ეს ავტომობილი არის თანმიმდევრული ჰიბრიდი. თანმიმდევრული ჰიბრიდი ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი არის ჩვეულებრივი ელექტროავტომობილი, რომელსაც უყენია ბატარეები, ასევე უყენია ელექტროძრავი, რომლითაც გადაადგილდება, რეალურად უკანა საბურავებზე უყენია და მხოლოდ ელექტროძრავი გადაადგილდება და უყენია კაპოტში გენერატორი, რომელიც თენის ამ ბატარეას. ანუ შეგვიძლია დავტანოთ როგორც შტეპსელიდან, ეგრეთ წოდებული შტეპსელიდან 160 კილომეტრს გადის შტეპსელი დატენვით. მერე უკვე შეგვიძლია დავტანოთ გერა და მოგვესხა საწვავი და საწვავით მუდმივად თენის ავტომობილს. ანუ ეხლა ამ წუთასაც mountain რეჟიმზე გვაქვს ჩართული. თბილისიდან რომ გამოვედით 23% იყო ბატარეა დატენილი, ეხლა უკვე 50%-ია ბატარეა დატენილი, სამაგიეროდ საწვავი შეჭამა, რასაც ქვია და საერთოდ ჯამში მაინტერესებს რამდენი გამოგვივა საწვავის მოხმარება ქუთაისი თბილისის მანძილზე. პლუს ამ ყველაფერს ზოგადად ყველა ელექტრო და ყველა თანმიმდევრული ჰიბრიდის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბევრ საწვავს მოიყვარს და ბევრ ენერგიას მოიყვარს ტრასაზე სიარულესაც, ანუ ქალაქში გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე ტრასაზე იქნებოდა. ეს კონკრეტული წესით ქალაქში წავს დაახლოებით 4 ნახევარ litrს, ტრასაზე ჩემი მოგზაურებული ვარაუდით დაწევს დაახლოებით 6 ნახევარ litrს საწვავს. ჯამურად რო დავთვალოთ, უბრალოდ ბატარეა სრული დატენილი წამოსულიყავით, გაცილებით დაგლები გამოგვივიდა და ანუ ხარჯი დაახლოებით 5 ლიტრი გამოგვივიდა და მაგრამ რადგან ჩვენ 23%-ზე გვქონდა ბატარეა და ეხლა უკვე 50-ზეა და ჯერ ისევ ტენით, ანუ დატევის რეჟიმზე მაგაჩებული ძრავი დაკოფილი მაგაცოდასაც და ბატარეით ბატარეას, მაგითო გამოდის რომ სადღაც უხეშად 6 ნახევარ litrს დაწევს 100 კილომეტრზე ეს ავტომობილი ამ რეჟიმში რო ვატაროთ. რაც შეეხება ახლა მულტიმედიას და მენიუს რა, მენიუ ძალიან მომეწონა, ძალიან გავს Tesla-ს რაღაცეებით, ანუ აი რო შედიხარ, თითქმის იგივე სტილში აქვს დაწყობილი ყველაფერი, ეს ახლა მეუბნება რომ ძღოლო წინ იყურებდა სადღაც საკაიკად უბოდიალობო, არ განათებები, სხვადასხვა რაღაცების კონტროლები, გაღება და ხურვა. სხვადასხვა ამ კონტროლიდან აქვს საწვავის აუზის გაღებაც, ხსნის ამას მაშინ როცა დაპარკინგებული ავტომობილი, ეხლა ამ დროს რამდენიც არ უნდა დავაჯირო, არ გააღებს მაინც. ნუ სალონის რაღაცა ოპციები რაც შეუძლია ჩართოთ გავარდოთ სარგის მოკეცვა და ასე შემდეგ, ანუ მენიუ ძალიან გავს Tesla-ს, თუმცა ბევრად ისეთი მდიდარი მენიუ აქვს, მდიდარი ბევრი რაღაც არჩევანის საშუალება აქვს და კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ინტერიერში რაც მინდა თქვა. მე ზოგადად ალბათ ვინც გვიყურებს ხშირად იმას ეცოდინება, რომ ვერ ვითარ ავტომობილებს, რომლებსაც აი აქ პრიორი არ აქვს ეგრეთ წოდებული პრიბორი, თუმცა ამ გაგრეთოს იმდენად კაი ჰედაფი აქვს, რომ საერთოდ არ გამჩენია ის შეზღუდვა, რომ აქ რატო არ მაქვს რაღაც ამოშენებული, რომელზეც შემიძლია რომ უყურო სიჩქარეს და ასე შემდეგ მონაცემებს, რომელსაც სხვა ავტომობილები გვაჩვენება ხოლმე. ანუ ჰედაფი მუშაობს ძალიან კარგად, დღეც ვიარე, ღამეც ვიარე, ტრასაზე, მზეში, წვიმაშიც და ანუ ამ წუთასაც აი ამ მზეშიც ჰედაფში ჩანს იდეალურად ყველაფერი. თან ჰედაფში გამოაქვს, აი ამ წუთას ეხლა რასაც
ხედავ, სიჩქარე შეზღუდვა, აქტუალური სიჩქარე სიჩქარეთ ვიდეო, კრუიზ კონტროლი რა სიჩქარეზე მიღენია, საჭეზე ხელი მიგიდია თუ არა, საწავიროა ჩასამატებელი, გზა, ზოლები, ის წინა ავტომობილი, რომელმაც გადამასრო, ცალკე ნიშნული აქვს, რომ იმ ავტომობილიდან იღებს ორიენტირებას, დისტრონიკით არ დაეჯავს ამ წუთას კი არა, მთელი გზა დისტრონიკით მოდივართ, ორივე ფეხი მოკეცილი მაქვს, ანუ არც ბობოზე, არც გაზზე არ მიდგას და წინ რო ამ ავტომობილი ჩერდება, ან ჩქარდება, მივდე წინ მიმავალ ავტომობილს ამ შემთხვევაში და ნუ მაგასაც ხედავზე გვაჩვენებს, რომ წინ რაღაც ავტომობილი შენიშნა, ზოლში გადმოდის, გადადის სხვადასხვა გუშინ ამ რეჟიმით, ანუ დისტრონიკის რეჟიმით მივდიოდი, ადამიანმა გადამირბინა და დაინახა და არ მოკლა, ეგეც ძალიან დიდი პლიკუსია, რომ ფეხები არ დაალეცა. მაგ კუთხით ყველაფერი არაჩვეულებრივად მუშაობს. აქვე მინდა აუდიო სისტემაზე ვთქვათ, რადგან ინტერიერში ვზივართ, 14 დინამიკი აქვს. თლათ ეხა M6-ის ბენგივით ვერ არის, მაგრამ ბევრადაც არ ჩამორჩება. ანუ უხეშად რო ვთქვათ, Logic 7 აქვს X5-ს ჩვენსას და Logic 7-ს ჯობია, აი ძალიან მომეწონა Logic 7-თან შედარებით. Meridian-ი აქვს ჩვენ Range Rover-ს და Meridian-თან აი ისია Meridian-ი მირჩევნია, ასე სულაგად რო ვთქვათ, მაგრამ ბევრადაც არ ჩამორჩება. ანუ Meridian-ის აუდიო სისტემაზე მიჩვეული ადამიანი ამ ავტომობილზე რო გადმოჯდები, არ შეექრება ის შეგრძნება, რომ აი იქ რა კარგი იყო და აქ არაფერი არ მესმის რა. ანუ ძალიან კარგი ბასი აქვს, ძალიან კარგად ისმის ხმა და პლუს ამ ყველაფერს მიუხედავად იმისა, რომ უარკო კარებები აქვს, ანუ შუშები აქვს ჩვეულებრივი და არკა საერთოდ არ აქვს კარს, მიუხედავად მაგისა ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს ამ ბიუჯეტის და ამ საფასო სეგმენტის ავტომობილისთვის. ანუ ზედმეტად კარგი ხმის იზოლაცია აქვს, აი წერან თემობრო ჩამოწია შუშა, ალბათ გაიგებდით, კაი ჩამოწირი. ხო, ანუ კაი აწიე, არ გიგდა. მან საკმაოდ ესეთი კარგი ხმის იზოლაცია აქვს, რაც ასევე ძალიან მომწონს. რაც შეეხება ინტერიერს, მაქსიმალურად მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, ანუ არაფერი ზედმეტი არ აქვს, აბსოლუტურად არაფერი ზედმეტი არ აქვს, თუმცა საერთოდ არ გამოჩენია ის შეგრძნება, რომ რაღაც მაკლია რა, ანუ კნოპკები როგორც ასეთი საერთოდ არ აქვს, აქვს მხოლოდ საჭეზე და დანარჩენი იმართება მულტიმედიიდან. მულტიმედია არის როგორც ვიცი Huawei-ის, ანუ Huawei-ის დისპლეია თავისი საოპერაციო სისტემით, DeepAl OS-ი აყენია ამ შემთხვევაში, DeepAl OS 2.3.0. არ მგონია რომ საქართველოში ოდესმე ამის აპდეიტმა იმუშაოს, თუმცა შეიძლება, არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება მე ვწდებოდე და აპდეიტმა ნამდვილად იმუშაოს და ოდესმე აპდეიტი გავუკეთეს ამ ავტომობილს, თუმცა აპდეიტის გარშეც ეხლა გასაახლებას მე ვერაფერს ვერ ვთქვა, ყველაფერი როგორც უნდა მუშაოდეს, ისე მუშაობს. ანუ სალონის კამერები, გარე კამერები, აბსოლუტურად ყველაფერი რაც ავტომობილს აქვს, კრუიზი მათ შორის და სხვა ყველა ხაზის დაცვის ფუნქცია და ასე. ხაზის დაცვის ფუნქცია სხვათა შორის არ გამომიყენებია. არც წინ დაჯახების ფუნქცია არ გამომიყენებია ისე რომ ანუ ნახეთ დისტრონინგზე არ გულისხმობ რა ჩვეულებრივი მოძრაობის შემთხვევაში ეგრე ახლოს არაფერთან მეცულვარ რომ ამოხრუჭებს თუ არა თავისით ეგ შემოწმებინა არც კონდა არაი სურვილი რომ ეგ შემოწმებინა თუმცა წეგან კვეთრი დამოხრუჭება მომიწია ამ კვეთრი დამოხრუჭებაზე ავტომობილმა საკმაოდ კარგად იმოქმედა პლუს ყველაფერს ავარიულებით ჩართო ანუ ესე მოიქცა როგორც წესიერი ავტომობილი უნდა იქცეოდეს კვეთრი მოხრუჭის შემთხვევაში სხვის რეკლამებს ვაკეთებ ხოლმე ვიდეოში და ჩემი როგორ არ ჩავაკვეხო ესე იგი თან რეკლამაა და თან ძალიან კარგი ინფორმაცია უამრავი ადამიანისთვის ვისაც ჯერ აქამდე ეს ინფორმაცია არ გაუგია ჩვენთან ურიდიაზე დაგვემატა დიაგნოსტიკა ბოლზე შემოწმება ცელოს შემოწმება და ასე შემდეგ ანუ მსუბუქი უამრავი სერვისი ნუ კოლოფში რო ზეთის შეცვლა შეგიძლიათ ეხლა ეგ ისედაც გეცოდინებათ ზეთი რო უმაღლესი ხარისხის გვაქვს ეგეც ისედაც რა თქმა უნდა გეცოდინებათ მოკლედ თუ ზეთის შეცვლას გადაწყვეტ ან რაიმე მსუბუქი სერვისი დაგჭირდებათ ურიდიას 205-ში მაგაცი მოტორსი თქვენ სამსახურშია რაც შეეხება ასევე ინტერიერს რატომღაც ანუ ნახე ეს კი პლასმასია მაგრამ რაღაცნაირი რბილი პლასმასია რა ან შეიძლება პლასმასი არც იყოს და მე მეჩვენებოდეს პლასმასად თუმცა იმ შეგრძნებას არ გიტოვებს რომ რაღაც უხარისხო აქვს გაკეთებული საჭის ტყავის სავარძლების ტყავიც არის ტყავის შემთხვევით ნატურალური ტყავი არც ერთი არ არის, თუმცა საკმაოდ მისაღები ხარისხია, საკმაოდ სასიამოვნოა ხელშიც და რავი ამ საჭით დავდივარ უკვე რამდენი დღეა და არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია აბსოლუტურად, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიზაინი რაღაცა ერთი შეხედვით მეუცნაურება და საჩემო დიზაინი მაინც არ არის ეს საჭის რაღაცა ვერ გავიგე არის რა არის ანუ ვერ მივხვდი ამ დიზაინს, მაგრამ დისკომფორტი არ შეუქმნია იმის გარდა რომ ვიზუალურად უყურებ საჩემო თლად ვერ არის. გადასართვალები Mercedes-ისგან აქვს აღებული, აშკარად პირდაპირ Mercedes-ია SS და SS. შუშის ამწევებზე ალბათ ნახავდით ჩემს კამაც, მაგრამ მოდი ისე გავაგზავნოთ. მე მინდა შუშის ჩამოწევა. არ ჩავადის. იცით რატო არ ჩამოდის? იმიტომ რომ ადის. იმიტომ რომ ჩამოვიდეს წინ უნდა მიაწევ. და
რა უნდა მოაწერო ავიდეს. Რაღაც ლოგიკაში ან სადღაცას იყო ლოგიკა იმის რომ ესო ფიზიკურად ამოტრიალებულიაო და ეს რომ სწორად დგასო რა როგორც სხვა ავტომობილზე იქო ფუნქციონალი ეგრეაო რომ წინ ჩაწოლაზეო დაბლა ჩამოდისო და ზევით ამოწევაზეო მაღლა ადისო ეგ ლოგიკა იყო სადღაც თუმცა მე მაგ ლოგიკას მაინც არ ვეთანხმები იმიტომ რომ ფიზიკურად არ დგას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დგას ვერტიკალურ მდგომარეობაში და ვერტიკალურ მდგომარეობაში ბევრად ერგონომიულია ანუ ბევრად ლოგიკურია რომ დაბლა რომ დააწევი დაბლა ჩამოვიდეს მაღლა რომ მიაწევი მაღლა წავიდეს პატარა ნავიგატორზე გამახსენდა რომ პატარა ნავიგატორი აქაც არის საჭირო თუმცა ვერ მოვიცალე რომ აი მენიუში ჩავძვრე იმიტომ რომ გუში რაღაც ჩინური ნავიგაცია გადმოვიწერე დავადაუნლოადე ძალიან კარგია რომ ჩემი მოგზაურებული ვარაუდით Android-ია სისტემა და რაღაცების გადმოწერა საკუთარი ინიციატივით შეგიძლია მოიცადე სად იყო აი აქედან შედიხარ და გაქვს აქ ფაილების და ასე შემდეგ რაღაცეებიც და რადგან ეს გაქვს დაჟე მე მგონია რომ USB storage-ით რამე რო იყოს ფაილის შემოტანა შეგიძლია ხო დავრუთვაც შეგიძლია საქმეზე რო ვიდგეს მოდი ჩვენ არ გიდერ რომ დავრუთავ თუ არა შესაძლებელი იქნება ჩემი მოგზაურებული ვარაუდით და Google Maps-ების და რაღაცების დაყენება იქნება შესაძლებელი იმიტომ რომ Google Board-ი აყენია აქ ვიღაცას დაუგენებია უკვე და სადაც ამის დაყენება მოახერხეს იქ ჩემი აზრით კიდე ბევრი რაღაცის დაყენება იქნება შესაძლებელი ხო third party apps ანუ ბევრი რაღაცის დაყენება შეიძლება მათ შორის Google Maps და თუ ტელეფონიდან გავუწყვეტებ სამწუხაროდ ერთი მინუსია ამ ავტომობილს რომ SIM-ია და ეს SIM-ი მხოლოდ ჩინურია მოიყენება ჯერჯერობით, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში აკეთებენ რომ გარეთ გამოყავთ ფიზიკური SIM-ის ჩასადების სლოტი, დებენ ფიზიკურ SIM-ს და ფიზიკური SIM-ის შემთხვევაში უკვე მუშაობს იმ ქსელზე რომ SIM-საც ჩადებ და SIM-ის შემთხვევაში სამწუხაროდ მარტო ჩინურზე მუშაობს და ეგ არის ერთგვარი პრობლემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი მოგვარებადი პრობლემაა საქმეზე რომ მიდგეს თუ გვინდა რომ ავტომობილს ინტერნეტი გქონდეს. ასევე კიდე ერთ საკითხი. ამ კონკრეტულ ავტომობილს მოყვება ესეთი მაგნიტური ბარათი, რომელიც სარკეზე უნდა დაადო რომ გააღო და სარკეზე უნდა დაადო რომ დახურო. ასევე არსებობს პულტი, ჩვეულებრივი ავტომობილის პულტი, როგორც სხვა ავტომობილებზე გვაქვს, ესევე GPS-საც არსებობს და იმის ჩამოტანა და პროგრამებაც შესაძლებელია წესით და კანონით და ასევე თუ ინტერნეტი გაუაქტიურდება ავტომობილს, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია აკაუნტის გააქტიურება, ინტერნეტი კი არა, SIM-ი გაუაქტიურდება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ტელეფონის დაკავშირებას და ტელეფონის გამოყენებას, როგორც გასაღების არ Bluetooth-ად მიხო ავტომობილთან პირდაპირ გაიღება, როგორც მაგალითად Tesla-ზე აპლიკაციით ხდება. იგივეს გაკეთება არის შესაძლებელი ავტომობილზეც. ოღონდ ჯერჯერობით ეგ ყველაფერი დასახვეწია, რო დაჭირდება, მაგრამ მე რატომაც გონია რომ უეჭველი გამოვა ეგ საბოლოოდ. აქვე ხა ცოტა ხანში მინდა რომ უკან გადავიდე, ამ გაჩვენოთ რამხელა სივრცეა ფიზიკურად, იმიტომ რომ ჩემთვის ხა უკანა სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებით და ხარსითებით და რაღაცებით რომ დავდივარ ხოლმე, როგორ დაждდება ადამიანი, ძალიან მაწუთებს ეს გაგითხით, ან ცუდი ჯდომა მაქვს ძალიან, ანუ ძირითადად ბანკარში ისევზეო რომ უკან შემიძლია ხელი გავხო, მძღოლის ადგილზე როზი პირდაპირ ისე აუ ემილა ქუთაისში მაგარი ჩორნი ხოდებით ვიარეთ. Google მაინტერესის ადგილზე დამკარგა რომ მართლა არ უნდა დაუჯერო მაგის დებილიტეტა ვათირა. და კიდე ერთი ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც არის რა რაც მინდა რომ თქვა ეს არის გადაადგილების საშუალება ეს არ არის იმ ადამიანებისთვის ვინც არის ავტო ენთუზიასტი და მისთვის მნიშვნელოვანია ეს რაღაც საოცარი აჩქარება თუმცა იმასაც დავამატებ რომ რადგან ელექტროა ეს ავტომობილი და თან უკანა ხიდი რეალურად ბლოკირებული აქვს ანუ ელექტრონულად რომელიმე საბურავი რომ მოგსაუს მეორეს ეგრევე აყოლებს ღია ხიდი არ არის როგორც ასეთი ან როგორც შეუძლებელი ავტომობილებზე მიჩვეული ვარ მაგის ხარჯზე ძალიან კარგი დინამიკა აქვს ანუ აჩქარებით ახლა დრაგს ნამდვილად ვერ მოიგება ავტომობილი თუმცა ეს გაძრომა, გადასწრება როცა გჭირდება, მაგ შემთხვევაში ყოველთვის კარგად იქცევა, ასე ვთქვათ. ეგეც მინდოდა რომ მეთქვა. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ავტომობილი, მხოლოდ ავტომობილი არ არის და ვისთვისაც ავტომობილის ბევრად მეც ნიშნავს, ეგეთი ადამიანები ამ ავტომობილს არ იყიდიან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი გადაადგილების საშუალება. თუმცა usულო, უხასიათო და არ აქვს ამ ავტომობილს ის, რაც მაგალითად აქვს BMW-ს M სერიას, Mercedes AMG სერიას და ასე შემდეგ. თუმცა რომ შევადაროთ BMW-ს პირველ თაობას, პირველ სერიას, რაღაცა 1-8 ძრავიანს, ან 2-დან 2 ძრავიანს, აი იმას ნამდვილად ბევრად ჯობია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩინურია და ის BMW-ია. მაგარი და ერთადერთი კითხვის ნიშანი, რაც ჩემთვის ჩინურ ავტომობილთან რჩება, არის ის, როგორი იქნება 5 წლის შემდეგ, რაც რეალურად არ ვიცით და რაც რეალურად საინტერესოა, ანუ რას უნდა ველოდოთ 5 წლის შემდეგ ამ ავტომობილისგან, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და 5 წელს იმიტომ ვამბობ, რომ ამ ავტომობილსაც 5 წელი გარანტია აქვს 150,000 კილომეტრი და მე რა მოხდება ჯერჯერობით არავინ არ იცის. თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად მოხდება. არის რა, გაიგეთ. მოვედით. ესეც ჩვენი Masa Motors-ი, რომელშიც მოვიტანეთ ამ შემთხვევაში ლუკასის პროდუქცია.
ხო, კამერები სხვადასხვა საკმაოდ კარგი ხარისხისა აქვს, ყველაფერი ჩანს. აბსოლუტურად რაც გინდა სულო და გულო, რაც გინდა რომ დაინახო, აბსოლუტურად ყველაფერს ხედავ. მოვედით ქუთაისში მასამოტორში, ეხლა შევიტანთ ლუკასის პროდუქციას და მე დავეშვებით ისე თბილისისკენ და გზაში კიდე რაღაცებს ცოტას გადავიდეთ. ესაში 5 და 9 დაწერა. ასე 207 კილომეტრი გავიარეთ და 5 და 9 დაწერა ჯამში. რა გქონდა ჩართული და ელემენტები დავტენით. ვანახეთ. აი ესეთია. არცაც იცი. აკეფა. ისია რომ ჩანს, ოღონდ მე ვერ ხედავ აქ რა. თვითონ ეს ხედავს რა. აი საბორგულზია, სანომრესთან არის ზუსტად რა. დაჟე აი პაუერტრინკები, რაღაცეები, ყველაფერი საკაიფოა. ეხა ისეთ შუქზე დგას, რომ შეიძლება კამერა მეგრე არ აიღოს, როგორც მე ვხედავ რა. ვიზუალიზაციისთვის. ხო, მარტივად რომ მივხვდეთ, ესე გამოიყურება. მეც აქ ის სადაა, მოიცა მეორე თემა, ანუ ვარიანტები. ეს მესამე ვარიანტია რა. და აქაც ეგრევე გეცვლება რა, ანუ ეგრევე. აქ ნახე ნავიგაცია ქონია კიდე. კი, ნავიგაციაც აქვს. აქაც აქვს რა, ხო, აქ ნავიგაცია არ აქვს. აქ ნავიგაციას გიჩანს, თუ ნავიგაცია გაქვს ალბათ. ნახე, ანუ ორნაირი დრაივინგ მოუდი აქ რა და რა იგულისხმება ეხა აქ. ეს დრაივინგ მოუდი გვაძლევს ეკოს, კომფორტს, სპორტს და ანუ customizable-ს, ანუ შენ თავზე მორგებულ სიარულის მანერას რა. აქედან შეიძლება შეცვალო რეალურად, ანუ აკეთებს რაღაც ეკოზე ძალიან თხელი გაზით დადის, ანუ ძალიან იცევა. ჩემთვის ძნელად მიდის ავტომობილი, ანუ პედალზე ისე არ მემორჩილება, როგორც მე მინდა და ამიტომ ეკო მოუდით არასდროს არც ერთ ავტომობილზე არ დავდივარ. კომფორტ მოუდი იდეაში კომფორტული უნდა იყოს აქსელერატორზე, მაგრამ ჩემთვის მაინც არა საკმარისია. სპორტი არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სათარებლად ავტომობილის. და აქ მხოლოდ აქსელერატორზე არ არის, კიდე ბევრ რაღაცაზეა საუბარი. მოდით თუ გინდა მოუდებში შევიდეთ აქ სათვალე, driving mode და რას გვაძლევს customized. ანუ შეიძლება acceleration mode, fast-ზე დააყენო, steering mode sport-ზე დააყენო, energy recuperation-ს strong-ზე დავაყენოთ. რეკუპერაციასაც ბარემ აქვს ახლა Mercedes რეშვეშია და Tesla-ზე ალბათ ბევრს გეცოდინებათ რეკუპერაცია როგორც მუშაობს. რეკუპერაცია როცა გააქტიურებულია მაქსიმუმზე, მაგ შემთხვევაში ანუ გაზის პედალზე აქსელერატორიდან ფეხის აღების შემთხვევაში ავტომობილი ავტომატურად ამოხურჭებს, ოღონდ ამოხურჭებს არ არის ალბათ მუხრუჭებით, არ ამოხურჭებს, ამოხურჭებს ძრავით, ელექტროძრავით, რომელთაც ბატარეას ტენის. მე სხვათაშორის ძალიან მიყვარს ელექტროავტომობილზე მაგ მეთოდით სიარული, იმიტომ რომ მუხრუჭს თითქმის არასდროს არ ხმარობ და ანუ Tesla-თ როცა დავდიოდი ძალიან ვიყავი მიჩვეული და ძალიან სიამოვნებდა. ამ შემთხვევაში აქაც ეგ შეუძლია გამოვიყენოთ brake boost mode, არ ვიცი რას გვაძლევს სპორტზე დგას ავტომატურად. brake boost-ი ალბათ იგულისხმება რომ უფრო ძლიერად ამოხურჭებს, როცა მოხურჭს შენ ნაზად აწვევი. კაი, ეგ ყველაფერი მაწყობს, hill descent control-ი ამ შემთხვევაში არ გჭირდება, ESP ჩართულია, comfortable parking-ი არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ მე მგონი თავის პარკინგი გდება, რომელიც არ დამიტესტია და დიდად ამ წუთას არაფერი შემჭირდება და cruise-ში შევხედოთ ერთს რა ხდება, lane assist-ი არ გვინდა, safety assist-ი არ გვინდა. ხო, ანუ აქაც ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება რა. ჩვეულებრივ როგორც ყველა თანამედროვე ესეთი კარგ ავტომობილს აქვს, ისე აქვს ამასაც. რაც შეეხება აქ ამ მოდებში უკვე ურბანი არის ქალაქის მოუდი. ქალაქის მოუდის შემთხვევაში ელექტროძრავს, უბრალოდ ბენზინის ძრავს საერთოდ თიშავს და ხოლო ელექტროთი დადის მანამ სანამ კრიტიკულ წერტილამდე არ ჩამოვა, მანამდე არ თავს ბენზინის ძრავს. ჰაივეის შემთხვევაში ბენზინის ძრავი ჩართული აქვს მუდმივად და ინარჩუნებს ენერგიას, ანუ პირობითად ეხლა თუ არის 61%-ზე, თითქმის 60-ით 58%-ით ჩავალთ უკვე თბილისში, როცა ვიქნებით და მოიხმართ საწოლს. მხოლოდ ურბანზე რო გადავრთათ, პირდაპირ ელემენტის ჭამას დაიწყებს და არ ივლის იმით, რა ქვია, საწოლით. რაც შეეხება mountain mode-ზე, მაქსიმალურად ამუშავებს მაღალ ბრუნზე ძრავს და მაქსიმალურად ტენის ელემენტს და ზუსტად მაგის ხარჯზეა, რომ ეხლა 61%-ზე გვაქვს ელემენტი და თბილისიდან ვიარეთ, რაც წამოვედით, ხო, 21 იყო, რომ წამოვედით და საწვავი მოიხმარა მაქსიმალურად და გადატენა ელემენტი. ამ შემთხვევაში უკვე გადავრთე highway-ზე და highway-ით წავალთ აქედან. მეტი ისეთი ამ mode-ებში განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, აქ საერთოდ არ ვიცი რა ხდება. რაღაც personal user account login, no account-ი არ გვერდს შესაძლოა ვერ დავლოგინდებით, აქ ჩართული აპლიკაციებია და home-ია რა. ეს მინოწმენდების რა არის არ ვიცი, ალბათ ავტომატური ჩართვა გამორთვა. უკანა მინოწმენდია ბოდიშით. უკანა შიშის გაწმენდა თუ მინოს გენდებათ, ამას დავაწვევით. ну ეს სკამის გაგრილებაა და თან ერთი ისეთი საოცარი ფუნქცია აქვს, რომ სკამის გაგრილებას იდეაში, როცა გარეთ ცხელა სკამის გაგრილებას გაჩვენებს აქ მენიუში, როცა გარეთ ციო სკამის გათბობას გაჩვენებს მენიუში, როგორც მე გავარკვიე. ეს ჩემი წარმოდგენაში პლანშეტის ამოტრიალება უნდა იყოს, მაგრამ არაფერი არ ამოტრიალდა. ანუ პლანშეტი ისე იდგას და აქ ნავიგაცია გაჩნდა, რომ მოუდები გადააწყო უბრალოდ, სტილი გადააწყო, იმის რა ქვია, ამ პლანშეტის მე მგონა რომ ეს უნდა ამოტრიალებულიყო, მაგრამ არ ტრიალდება და არც არაფერს არ მიშლის, არ ტრიალდება, ანუ არაფერი არ შემცვლია, ნუ ამოტრიალდება. ამით ისე შეიძლება დავაბრუნოთ უკან. ეს წვეთი რა არის, არ ვიცი, fuel tank cap opened.
Queconia. სადვეცებე შე. მენიუ და ყველაფერი და აგერე. დაჭირე, ვიზი დაჭირე, იქნება აქვს რა რო ეძებ და იქნება. ხო, მაგრამ ეგ არის ახლა UI-ის პრობლემა, იმიტომ რომ წესიერი იკონკავე გაიგეთ. ხო, ანუ ეხა ეს რა არის, რა გავიგო მე რომ ეს არის რა ქვია, ბაკის გარება. ეს არის პრობლემა. ხო, ანუ ეს ჩემს წარმოდგენაში უნდა რეალდებოდეს პლანშეტი და ამ დროს ეს არის რა ქვია, სხვა სტილის მენიუზე გადადის ხო რა. მეტი ესეთი აქ არაფერი არ არის, სათქმელი არაფერია. ნუ აუდიო ალბათ აქენა შეიძლება რაღაცებს აუწიოთ რაღაცები იქნა. ხო, ანუ ტელეფონის, ეს რა ქვია, ნავიგაციის და მუსიკის. ეს გასაგებია, აქედან საკონტროლებ მაქვს. მეტი აქ ისეთი სათქმელი, wireless charging-ი აქვს, სხვადასხვა ტელეფონისთვის, ერთ ტელეფონს და ენის, ანუ ერთი ტელეფონისთვის აქვს wireless charger-ი, მეორესთვის არაფერი არ აქვს. ჭიქები ძალიან კომფორტულად არის, ხელის დასადები ძალიან კომფორტულია. ორივე ხელი ისე მიდევს, რომ აი არ გაწუხებს არაფერზე, გინდა ერთი ხელი დადო, გინდა მეორე და მაგ სკამს აქვს ძალიან საოცარი ფუნქცია. რატო გააკეთეს გზავრი სკამზე? მართლა ვერ მივხვდი, ანუ რა ჩანაფიქრი იყო, რომ იქ ქნეს და აქ არ ქნეს, არ ვიცი რა, ანუ რას ფიქრობდნენ მართლა ვერ მივხვდი, თუმცა ძალიან კარგი იყო. აი ეს როგორ წარმოგიდგენია მძღოლის სკამზე ძმობას. ბიჭო, იქნება არ დავდივარ, მაგრამ დასვენება მინდა თო. ეხები, აი, მიდი, ტიგირიგირი. კაცო, ეგ საჭესთან კი არ უნდა ქნა. აი, დასვენება რო გინდა, მაშინ უნდა ქნა. გადმოდი და გადადი და ეს რა ქვია, გამიკეთე არ მინდა მე. მე მინდა ჩემს სკამზე. ესე იგი, როგორც იქნა მოვიარეთ ქუთაისი, ახლა ჩამოვედით. საშუალო დაწევილი 6 ლიტრი დატევის გარეშე, რაც მე მგონია, რომ ამ ავტომობილისთვის, ამ გაბარიტისთვის და ამ წონისთვის და იმ კომფორტისთვის, რაც ამ ავტომობილს აქვს, ზედმეტად კარგი წვაა და პერფექტო, სრულიად ყოფილი ვარ. ასევე ვიტყვი იმას, რომ ახლა მე რომ ავტომობილს ვეძებდი, გადაადგილების საშუალებას ვეძებდი საყიდლად და ახალი ავტომობილის ყიდვა მინდოდეს, ალბათ ჩინეთის იქით არც გავიხედებოდ. კონკრეტულად ამ ავტომობილს რაც შეეხება, ამ ავტომობილის ბიუჯეტში არ მოდის არაფერი აბსოლუტურად რა, ნუ ისევ ჩინურები რაღაცეები და იმ ჩინურებთან შედარებით რა ჩინურებიც მე მინახავს მიულია და გამიტესტია ეს ყველაზე კაი ტიპია თავის ბიუჯეტში. ამიტომ სიამოვნებით ვიყიდი ამ ავტომობილს. მართლა რეალურად სიამოვნებით ვიყიდი ამ ავტომობილს და ეხლა მოდი უკანა მხარესაც გაჩვენებთ და მაგით დაგემშვიდობებით ბარე. ის სკამი დგას ჩემ ზომაზე. ანუ არაფერი არ შეცვლა, როგორც მე ვიჯექი, ისეთ ზომაზე აყენე. და ესე ვზივარ ჩემი თავის უკან. პატარა არც აქ ვარ გაბარიტი და ის სკამი ანუ მზღოლის ადგილას როცა ვზივარ, ყოველთვის ჩემი სკამი იმდენად უკან არის გაწეული, რომ მაგალითად 70-ში, 70-ში ჩემს უკან ადამიანი ესე ვერ ჟდება, როგორც ეხა მე აგზივარ რა. ანუ ეხა ამით სადაც უნდა წავიდე სამგზავროდ, აი, კარგია რა. რაც კარგია, კარგია. თავთან სიმაღლეზე აღარ მაქვს საუბარი, ეს არის რა ქვია. აი, როგორ რაღაცა იცი რომ 4 კაცით, საძმა კაცოც, სამეგობროც, ოჯახიც, უპრობლემოდ გადაადგილებ. ეხა აქ რო სიტი დავაყენო, ორი ბავშვის გვერდზე დაждდომა კიდე ცოტა გაჭირდება. ანუ თლად მაგ გაბარიტის არ არის, თუმცა იმ გაბარიტებში, რა გაბარიტებში ეს ავტომობილი ზის, სხვა მის კონკურენტებთან შედარებით და ამ შემთხვევაში არაჩინურ კონკურენტებს გულისხმობ. იმ გაბარიტებში, რა გაბარიტებში ეს ავტომობილი გარედან ფორმებით ზის, სივრცე გაცილებით დიდი და მისაღები აქვს, ვიდრე სხვა მის კონკურენტებს. მოგეთ, დღევანდელი ვიდეო ამით დავასრულოთ. Depal S07 დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ მე ძალიან მომეწონა, ვისაც სურვილი გექნებათ ეს ავტოში იყიდება. შეგიძლიათ მიხვიდეთ, დატესტოთ, გაიაროთ, გაიკატაოთ. რამდენად დამეთანხმებით იმ შეგრძნებებში, რა შეგრძნებებიც მე მქონდა და მე დამრჩა ამ ავტომობილთან. ეგეც საინტერესო იქნება და თუ ვინმე გაიკატავებთ და გატესტოთ, კომენტარებში დაგვიწერეთ. მაინტერესებს რეალურად ანუ როგორი, რამდენად ერთნაირად აღვიქოთ მაგ ყველაფერს, რაც ეხა მე დღეს გადმოვეცი და რაც რა შეგრძნებებიც მე მომანიჭა. დღეს ამით დაგემშვიდობებით და შემდეგ საინტერესო ვიდეოში შევხვდებით. X5 არ დამთავრებულა, ანჯო არ მორჩენილა, ტანჯვის გაგრძელება გველოდება დროებით.